Алло. დიახ. თანხას არიცხავენ? ჩვენ გვაქვს გადასარიცხი. კაი. სიაფანთ ბანკიდან გადარიცხე ეგ თანხა. აჰა, ხო. ერთი წუთი მეორე ტელეფონზე მირეკავენ. ალო. ჩვენ დაგებული გზა ორ დღეში გაფუჭდა. იცი რა არის? დასკვნაში დაწერა რომ ალბათ ტრაილერებმა იარეს და მაგის ბრალია. ხო, კაი. Эти музыка саудзера. Осень в лагерях кидает листья на запретку, а я кричу шнырям. Გავარჯავე მეგობრებო, რამდენად კარგად გამომივიდა ტენდერში კი მეგზაურის როლი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის 2024 წლიანი Lexus LX 500 დიზელი. ხო და ეგეთი როლი იმიტომ გავითამაშავ ჩემს წარმოდგენაში დაახლოებით ეგეთი ადამიანების მანქანაა ეს. და ეხლა დავიწყოთ, განვიხილოთ და თან აგიხსნით რატომ აქვს ეგეთი წარმოდგენა. მე ვარ სიმაღლეში 173 სანტიმეტრი. ეხლა მოვცვეთ ამ პლუს ქუსულზე და ალბათ აი ამ მოცემულობით კარგად მიხვდებით აი ამ მანქანის ზომას რამხელაა. უზარმაზარია სიმაღლეშიც, სიგანეშიც, სიგრძეშიც. სიგრძეში არის დაახლოებით 5 მეტრი. დაახლოებით კი არა, აჭარბებს 5 მეტრს. აი დაახლოებით 2 მეტრი არის სიგანეში და სიმაღლეც, დაახლოებით კი მიხვდებით რამდენად დიდია. ძალიან დიდია. იმდენად დიდია, რომ ვერ წარმომიდგენია თბილისში, ქალაქში, აი ამ მანქანის ყოლა რანაირად უნდა იყოს კომფორტული. მაგრამ თვითონ როგორც Lexus-ი ცნობილია, ძალიან კომფორტული ავტომობილი მგზავრისთვის და ამ მანქანას ხომ ძირითადად გზავრები ყიდულობენ. დავიწყოთ ახლა ვიზუალით. Lexus LX-ი გამოდის 1995 წლიდან და დღემდე არის გამოსული 4 თაობა. 2021 წელს გამოვიდა მისი ბოლო თაობა, ანუ ეს რაც ჩვენთან არის წარმოდგენილი, ეს კონკრეტული გახლავთ, როგორც გითხარით 2024 წლის. და 2021 წელს Lexus-მა უკვე გამოუშვა LX-ის ორი ახალი თაობა, ახალ ბაზაზე შექმნილი, რომელიც არის Toyota 300-ის კონკურენტი, ასე ვთქვათ, პირდაპირ. ერთი არის Lexus LX 600, რომელიც არის ბენზინის ძრავით და მეორე არის Lexus LX 500, რომელიც არის დიზელის ძრავით. 1995 წლიდან დღემდე, აი ესე ჩაგისვამთ ფოტოებს, როგორი არის მისი ცხაურის ევოლუცია. და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ Lexus-ის ვიზუალში ცხაური არის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო, იმიტომ რომ თავისი ხელწერა აქვს Lexus განსაკუთრებით ახალ თაობებში. აი თავიდან დაიწყეს რაღაცა პატარა ცხაურები, მაგრამ დროთა განმავლობაში გაზარდეს და მთლიანად მოიცვა შეიძლება ითქვას ავტომობილის ცხვირი. არა მარტო LX-ში, არამედ JX-შიც დაახლოებით იგივე სახის ცხვირი აქვს და სედანებსაც თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს დიდი გაღებული, აი თითქოს ეგეთი შეგრძნება აქვს, რომ გაღებული ცხვირი არის Lexus-ის დამახასიათებელი სტილი. სილამაზით ძალიან ლამაზია. როგორც ვახსენე, ეს არის Toyota 300-ის პირდაპირ კონკურენტი. ზოგადად ახლა ამისი კონკურენტებად მოიაზრება რები, მაგალითად BMW-ში X7, Range Rover-ში ალბათ უფრო Vogue-ის კონკურენტი იქნება. არ ვიცი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის SUV Lexus-ის ხაზში და Range Rover-შიც ასევე. ასევე მის კონკურენტად მოიაზრება Mercedes-ში GLS-ი და ხო ხვდებით ახლა ამ შედარებებით დაახლოებით რა კლასის ავტომობილია, მაგრამ მისი პირდაპირ კონკურენტი, უნდა ჩავთვალოთ კონკურენტად, ეს არის Toyota 300 და როგორც იცით, დარწმუნებას ყველა მისის, მაგრამ ვინც არ იცით, მიგეტყვით, რომ Toyota და Lexus-ი არის ერთი და იგივე ოჯახის შვილები. ანუ ერთი ოჯახია, უშვებს Toyota-საც, Lexus-საც. Toyota არის აი ძალიან არა, მაგრამ შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი, უფრო პრაქტიკულობაზე გათვლილი. აი ვისაც უნდა რომ ყავდეს გამძლე ავტომობილი და დიდი მნიშვნელობა არ აქვს კომფორტს მაგალითად და მაღალ კლასს. მაგისათვის გამოუშვეს Lexus-ი და შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა ავტომობილში SUV იქნება ეს თუ სედანი, ფაქტობრივად იმეორებენ და იქ თუ არსებობს მაგალითად Toyota Prado, მისი საპირწონე არსებობს Lexus-ი, თუ არსებობს Camry, მის საპირწონედ არსებობს Lexus-ის ასევე შესაბამისი მოდელი და ასე არის ეს Toyota 300-ის
ხაზის გაგრძელება უფრო მაღალ კლასში. თუმცა შეიძლება გვიძლია ვთქვათ, რომ ვიზუალურად ძალიან გავს ესენი ერთმანეთს. აი, რომ ვუყურებდი, რომ ვიჯექი საჭესთან და სალონში რომ ჩავჯექი, რომ ვუყურებდი, აი ეს წინა ძრავსახუპით თქვა რომ გიყვართ ეს სიტყვა, მაგრამ კაპოტიც კი მისნაირი აქვს. Land Cruiser 300-ის GR მოდელს ზუსტად ვიცი, რომ ესეთი კაპოტი აქვს, მაგრამ აი ჩვეულებრივად სიმართლე გითხრათ არ მახსოვს და ეხლა თავს ვერ დავდებ რომ ესეა. დანარჩენი ვიზუალურად ზომით ერთი და იგივეა, უკანა ნაწილზე რომ გადავალთ, იქაც კი დაინახოთ მის მსგავსებას, რამდენად გავს ერთმანეთს და რომ შეხედავ ეგრევე მივხვდები ვისი გაგრძელება, ანუ ამის წინა მოდელები რაც გამოდიოდა, მაგალითად Lexus 570 LX, ის იყო Toyota 200, აი 200-ის რომ ეძახდნენ ხოლმე, მაგისი გაგრძელება, ასე ვთქვათ, მაგისი ბიძაშვილი. და ამ შემთხვევაში ეს არის უკვე 300-ის, იმიტომ რომ 2021 წელს გამოუშვეს Toyota 300-იც და Lexus LX 500-იც და 600-იც. რადგან უკანა ნაწილზე გადავედით, თან შევხედოთ უკანა ნაწილზე, თან საბარგულიც გავხსნათ, იმიტომ რომ წესით ტრიკით ძალიან დიდი საბარგული უნდა გქონდეს. რომელიც ალბათ არ გაგიგვარდებათ, რომ ელექტროა. ხო, საბარგულის ზომა აქვს მართლა ძალიან დიდი. სრულიად შესაბამისი და ლოგიკური ავტომობილის ზომასთან მიმართებაში. აქაც როგორც ხვდებით ხოლმე ზოგადად Prado-ში, Land Cruiser 300-ში და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაში არის ესეთი, დაბლა არანაირი სივრცე არ არის და დაბლა არანაირი სივრცის არსებობის საჭიროება არც გააჩნია ავტომობილს, იმიტომ რომ იმდენად დიდია, იმდენად მოცულობითი, რომ არ ვიცი, აქ არანაირი საჭიროებას არ წარმოადგენს, რომ კიდევ რაღაცა დამატებითი სივრცე არსებობდეს. იცი რა, არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ, კონკრეტულად ამ მოდელს აქვს თუ არა მესამე რიგი, თუმცა იმით თუ ვიმსჯელებთ, რომ იქ აქვს ჭიქის ჩასადებები, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვივარაუდოთ ლოგიკურად, რომ მესამე რიგიც ექნება, შესაბამისად ავტომობილის მოცულობის, ან საბარგულის მოცულობა კი დაიკლეს, მაგრამ თვითონ ავტომობილის მოცულობა არის ძალიან დიდი და აი ოჯახიან ადამიანს ძალიან გამოადგება, იმიტომ რომ 7 ადამიანის გადაადგილება რომ შეგიძლია ერთი მაღალი კლასის SUV და არა მინივენი, ძალიან დიდი კომფორტია ხოლმე ხშირად დიდ ოჯახებში განსაკუთრებით. ეს არის ის ადგილი, სადაც წეღან ვიჯექი ტენდერში კი მეგზაურის როლში და ეს ფრაზა იმდენად მიყვარს, ერთ-ერთ ვიდეოში გავიგე TikTok-ზე რაღაცა გამოკითხვა ჰქონდათ, რომელი მანქანა, რომელ პროფესიას შეესაბამებოდა და იქ დაასახელა ერთმა ადამიანმა, არ მახსოვს სამწუხაროდ ვინ იყო ეს და რა კომპანიასა თუ ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან მომეწონა თუ ეხლა უყურებ ვიდეოს ვაფასებ ამ ენამოსწრებულ შეფასებას, იმიტომ რომ ხო, ტენდერში კი მეგზაურებს ძირითადად ყავთ ესეთი ავტომობილები ხოლმე. უფრო Toyota-სკენ იხრებიან, მაგრამ თუ ძალიან წარმატებული და ბევრ ტენდერიანი მეგზაურია, მაშინ კი ნამდვილად Lexus გაწუდება. ეს არის უკანა სავარძელი. ზოგადად მე ვთვლი, რომ ეს ავტომობილი არის შექმნილი ადამიანისთვის, ვინც ზის უკან. ანუ მისი მფლობელი ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე უკან მოთავსებული, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ის ვინც წინ ჯდება და საჭესთან უნდა იჯდეს, ის მაინც უფრო ძირითადად Toyota-ს იყიდეს და უფრო Prado-ს, იმიტომ რომ ამაზე პატარა არის, უფრო მოქნილიც იქნება და თვითონ არ დაიტანჯება და როდესაც შენ მგზავრი ხარ და მძღოლი გიზის უკვე всё იმაზე აღარ ფიქრობ, სად როგორ გაძვრები, როგორ დააპარკინგებ და ასე შემდეგ. ამ ჩემს მოსაზრებას ისიც ადასტურებს და ამყარებს, რომ უკანა სავარძელი და აი ეს ყველაფერი მორგებულია მთლიანად უკანა მგზავრზე. აი მაგალითად უკან განთავსებული ეს ეკრანები. ამ ეკრანებიდან შეგიძლიათ მართოთ მულტიმედია, ჩართოთ რა მუსიკაც გენდობთ, ან უბრალოდ მთელი გზის განმავლობაში უყუროთ YouTube-ზე ჩემს ვიდეოს. გადასარევი ვარიანტია. იდეა მოგაწოდეთ. აქედან შეგიძლიათ მართოთ კლიმატ კონტროლი, სრულყოფილად, როგორც გაგიხარდებათ და თქვენ თავზე მოიდგოთ და აქ ეს ფარდებიც ძალიან მიყვარს ხოთ შორის დამატებით კომფორტზე სიმყუდროს ქმნის ხოლმე მანქანაში, შესაძაც აი ეს დამატებითი ფუნქცია აქვს ავტომობილს და ძალიან მომწონს. ხო, უკანა სავარძელით ნამდვილად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს არის მგზავრის ავტომობილი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხა არ ვამბობ, რომ მძღოლები არ ყიდულობენ და ის ადამიანები არ სხდებიან, ვინც ყიდულობს ამ ავტომობილს, არა და წინა მხარეც რო დავჯდებით მაგასაც განვიხილავთ, მაგრამ აშკარაა რომ მძღოლზეც არანაკლები არის ნაფიქრი, მაგრამ მგზავრის პრიორიტეტული არის. სავარძლები არის საკმაოდ დიდი, ესეთი განიერი სავარძლები იშვიათად რო შეგხვდეთ სხვადასხვა ავტომობილებში, საკმაოდ კომფორტული, სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მეტ კომფორტს და ერგონომიულობას ველოდი.
აი და უფრო კარგად მორგებული მეგონა რომ იქნებოდა ტანზე, მაგრამ ხო, ბევრი კომპლექტაცია არსებობს Elix-ში, შესაბამისად არსებობს ამაზე მაღალი კომპლექტაციის ავტომობილებიც, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო მეც თუ გადავიხდით და მაღალ კომპლექტაციას ავირჩევთ, სავარძლებით უფრო მეტად გაკომფორტულდება. ხო. ეხლა მიმოვიხილოთ როგორი არის სალონი, სანამ დავიძრებით და გავივლით მანამდე. პირველი რაც უნდა აღვნიშნო აუცილებლად, სალონში არის წარმოდგენილი ორი ეკრანი. აქ შეიძლება აზრები ცოტა სხვადასხვანაირად გაიყოს, ვიღაცა თვლით, რომ ორი ეკრანი ცოტა ზედმეტია და შესაძლებელი იყო, რომ ერთ ეკრანზეც მოხერხებულიყო დატანა და რაღაცა ტრიპაჩობა ეს ორი ეკრანი და საჭირო არ იყო, მაგრამ ჩემი აზრით პრაქტიკულია და რატომ? აი მაგალითად ზედა ეკრანზე არის Apple CarPlay წარმოდგენილი, ასევე ნავიგაცია. მუსიკას რომ ვრთავთ, ან YouTube-ში შედიხართ, ან ნავიგაცია გინდათ რომ ჩართოთ, მთლიანად არის ჩაშენებული ეს ყველაფერი ზედა ეკრანზე. მაგრამ ქვედა ეკრანზე წარმოდგენილია ავტომობილის სხვადასხვა ფუნქციები, რა რეჟიმზე გაქვთ გადართული, კლიენტი აწეული გაქვთ თუ დაწეული და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, აქ გიჩვენებთ ავტომობილის მონაცემებს, აქ გიჩვენებთ სხვა დანარჩენ დამატებით ინფორმაციას, იქნება ეს მუსიკის მართვა თუ უბრალოდ ნავიგაცია. შესაბამისად, თქვენ იმისათვის რომ თქვენ ნახოთ, ეხლა მე რა მდგომარეობაში ვარ, ხიდები ჩართული მაქვს თუ არა, ან კლიენტი აწეული მაქვს თუ დაწეული და ესეთი სახის ინფორმაციისთვის თქვენ არ გჭირდებათ манипуляციები, ანუ გამოსვლა, სადღაც შესვლა და შესაბამისად გზიდან ყურადღების გადატანა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულია. რამდენადაც ტრიპაჩულზე უნდა ჟღერდეს, ხო, კომფორტულია, იმიტომ რომ ორი რადიკალურად სხვადასხვა ინფორმაცია გამოტანილია სხვადასხვა ეკრანზე და შესაბამისად შენ არ გჭირდება რაღაცა დამატებითი გადასვლა, გადმოსვლები და ყურადღების გაფანტვები. ბარზე აქვე შუაში არის წარმოდგენილი wireless charger-ი, ძალიან კომფორტულ ადგილას. აი აქ რო არის ხოლმე და აქ უნდა შეყო და გამოყო ხელი, აი ეგ ჩემთვის დიდად კომფორტული არ არის ხოლმე. აქვე გიდევს ტელეფონი და აიღებ, ან აქვე დახედავ და არ გიწევს დამტენიდან აღება, რაც განსხვავებით აქედან, იმიტომ რომ აქ ტელეფონს ვერც დახედავ და ვერც ვერაფერი, რომ ელემენტარული რაღაც ინფორმაცია ნახო, ან მესიჯი ხوار მოგივიდა, ან ხوار დაგირეკეს. ნუ ორი ჭიქის ჩასადები აქ წარმოდგენილი და აქ არის რეჟიმები, საიდან შეგიძლიათ მართოთ ხიდები, კლიენტის აწევა-დაწევა ეს ფუნქცია ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ხო, ნუ off-road-ზეც ასე თუ ისე გათვლილი არის, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ამ მანქანით ვინმე off-road-ში დადიოდეს და შესაბამისად off-road-ის ნაწილი დღეს არ გვექნება. A few moments later. ხوارად შეეხება მატერიალები, რა თქმა უნდა ძალიან კარგი, ანუ არ შეიძლება რომ აქ კარგი მატერიალები არ არსებობდეს. აი ეს რაღაცა მაკაგონს მომაგონებს, მაგრამ რაღაცა არ მგონია ეგ მასალა იყოს, მაგრამ თავს ვერ დავდებ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მასალაა, მაგრამ ასე თუ ისე იმისთვის არის ჩაშენებული, რომ უფრო მაღალი კლასის ავტომობილი გამოჩნდეს. თუმცა მე გულწრფელად ვიტყვი, რომ არც მაკაგონი და არც ეს მანქანის ინტერიერში არ მომწონს. მირჩევნია იყოს, არ ვიცი, სხვა მასალა, პლასმასი, რკინა, მეტალი, ან ტყავი იყოს მთლიანად გადაკრული. ტყავი ძალიან კარგი ხარისხია, ხელის გადასმითაც ეტყობა და სავარძლებზეც ასევე. ერთ რაღაცას აღვნიშნავ, რომ ძღოლისა და ამგზავრის სკამი ბევრად უფრო კომფორტული მეჩვენება, უფრო სავარძელი. არ ვიცი შეიძლება მეჩვენება ან არა, მაგრამ არა, თვალის ერთი შევლებითაც ბევრად უფრო კომფორტულად გამოიყურება. ამ მანქანაში უკან რო ვიჯექი და ცოტა სწრაფად რომ მოძრაობდით, ხან იქით ვეგდე, ხან აქით ვეგდე და არ იყო დიდად სასიამოვნო და აქ უკვე ეს არის ამოწეული. ნუ უკანა სავარძელზე მაგას ვერ ამოწევ, მაგრამ მე ვფიქრობ, შესაძლებელი მაინც იყო, რომ უფრო მეტად როგორ თქვა, ჩამჯდარი ყოფილიყავი. ეს ზურგი უფრო მეტად ჩამჯდარი ყოფილიყო უკან და არა რაღაცა გადატრიალებული სავარძელი ყოფილიყო, რომელიც არანაირად არ გიჭერს და აქეთ-იქით გაყანყალებს. მიცა ეხლა ჩავიხედოთ ჩვენ ძრავში. თან გეტყვით, როგორი ძრავი დევს. სოთშევ შეცვალეს ძრავი 2021. შეცვალეს ძრავი 2021 წლიდან. ჩემი ტკივილი დაიწყო. არა ვიპოვე. ვაუ, მადლობა Lexus. აი ამ კარგი ამორტიზაციისთვის და მე რა ლამაზად ჩალაგებული ძრავია. რაღაცნაირი, ანუ ესეთი შეგრძნება არ მქონია არც ერთ მანქანაზე რომ მოვხატე ახლა. რაღაცნა ესე კოხტად ჩალაგებული, აქ რაღაც დიდი ადგილი. ძალიან კაია. ხო,
ეს დამცავი ხუფი აქვს, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ ეს ხო დიზელია, შესაბამისად ხმაური ძალიან დიდი ამოდის და რაღაცნაირად ეს ხმა რომ შეაკავოს, ალბათ მაგით ვსვათ, თუმცა მაინც ვერ აკავებს, როდესაც შუშები არის ჩაწეული. ზოგადად 2021 წლამდე ელიქსი, რასაც უშვებდა, აბსოლუტურად ყველა იყო 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი, მაგრამ 2021 წელს შეცვალეს ეს ყველაფერი და 500 და 600 გამოუშვეს უკვე 6 ცილინდრიანი ტურბინირებული ძრავით. ეს კონკრეტული გახლავთ 3 და 3 და აქვს სულ რაღაც 300 ცხენის ძალა. ნუ 600 ბენზინის ძრავს აქვს უკვე 450, მაგრამ ამ კონკრეტულს აქვს 300 ცხენის ძალა. ცოტა ჟღერს მართლა, იფიქრებ, რომ ამ ხელა მანქანა როგორ უნდა დაძალოს 300 ცხენის ძალა, მაგრამ ნუ ამ მანქანას სანამ აქამდე მოვიყვანდით და ხო ვიჯექი და გამოვცადეთ და ცოტა სწრაფ სიარულშიც გამოვცადეთ, ოღონდ მე არ მჯდარ ვასაჭესთან. მე ეხლა დავჯდები, როდესაც აქედან წავალ და მე გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს, საკმაოდ კარგად დადიოდა. კარგი გაწევა ჰქონდა, უბრალოდ რა თქმა უნდა, თავიდან როდესაც ჩავდგავდი, ეგრევე ძალიან დიდი რეაქცია არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ ამ ხელა ავტომობილია და რაღაცა ტლანქის ის დამიტოვა შეგრძნება. აი მე რო ვატარებ, მე რო უკეთესად გეტყვით, მაგრამ ხო რა, ესე მთლად ისეთი მოქნილი არ იყო, ცოტა მოძვინულია თავისი ზომებიდან გამომდინარე. აქვს 10 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და შესაბამისად წვა აქვს აი ესეთი ტრასაზე აქვს დაახლოებით 9 ლიტრი. და ქალაქში აი ესე 11, ალბათ 12, ნუ ალბათ უფრო 11 ხა ქალაქში დიდად რა უნდა აგაზაოთ, მაგრამ ნუ კაი 12 ვთქვათ. მაინც ძალიან კარგი მაჩვენებელია ამ ხელა ავტომობილისთვის, თუმცა ხო, ძრავი დიდი არ არის, მაგრამ წონა აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში მისი მფლობელისგან ესე ვიცით, რომ დაახლოებით ესე უწევს 9-11 litrს. რაც საკმაოდ ნორმალურია. ეს თავის თეფარებად მე ჩამოვწიო. თუ ძალიან ბევრი მოვინდობ, რომ ძალიან ლამაზი ძრავი აქ, ვერ ვხვდები, რატო მაქვს, აი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი სულ ესე ხუფებით არის დაფარული და ეხლა მგონია, რომ რაღაც ეს ლამაზად ჩალაგებული კოლოფები არის განთავსებული ძრავის ნაწილში. კარგია, თან როგორი მოვლილია. ესე ამაზე და ტოიოტაზე იცით როგორი შეგრძნება მაქვს, აი ერთ ოჯახში გაზრდილი და ერთი ოჯახიდან გამოსული ორი განსხვავებული დედმამიშვილი რო არის რა. ერთი ძალიან მოწესრიგებულა, ათოსანი, მუდამ რო ყველაფერი ძალიან კარგად და 10-იანზე შესრულებული უნდა ჰქონდეს, ანუ ეს და მეორე ძალიან მოხერხებული ტიპი როა, არც ათებზე რო არ უსწავლია არასდროს, მაგრამ მაინც ყველგან რო გაძვრება და ცხოვრებას მაინც რო მოეწევა რა. ერთი რო თავისი მოხერხებულობით და პრაქტიკულობით აკეთებს საქმეს და მეორე რო ძალიან ნაზი და მოწესრიგებულია. ანუ ეს აი დაახლოებით ეგეთი შეგრძნება გამორ ავტომობილზე, თუმცა დანარჩენი ხო, ბაზა ერთი და იგივე, როგორც დედმამიშვილებს აქვს ერთი და იგივე ბაზა, მაგრამ განსხვავებული ხასიათებით და ქცევებით ყალიბდებიან, აი ეს არიან დაახლოებით ეს ავტომობილი და Toyota 300 ამ შემთხვევაში. პირველი რაც აღუნიშნავ და რაც მანამდეც ვთქვი, როდესაც ვიზუალზე საუბრობდი, არის ის, რომ მანქანა არის ძალიან დიდი. აი, შეგრძნება მაქვს, რომ ვატარებ ტანკს. იმდენად დიდია სიგანეშიც, მოცულობაშიც, სალონის შიგნით არის ძალიან დიდი, რომ თავიდან როდესაც ჯდები და ატარებ, რაღაცნაირი დისკომფორტის შეგრძნება გაქვს რა, აი გჭირდება ადაპტაცია მის გაბარიტებს რომ მიეჩვიო, მიხვდე სად გაეტევი, სად ვერ გაეტევი, ზოლში რამდენად კარგად შეჯდები და ასე შემდეგ. ნუ ეს ზოგადად უცხო არ არის და რამდენადაც მაგარი მძღოლი არ უნდა იყო ვფიქრობ. როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტული ავტომობილიდან ესეთ დიდ ავტომობილზე ჯდები, რაღაცა დოზით ცოტა კონტრასტს გაძლევს. და ზუსტად იგივე შემთხვევა ეხლა ამ დროსაც, როდესაც ამაზე დავჯექი ხო როგორც მძღოლის ამპლუაში ძალიან დიდი სხვაობა არის ჩვეულებრივ ავტომობილისგან განსხვავებით, ძალიან დიდია და მე ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი ქალაქში, აი სწორედ ამ მოცულობიდან გამომდინარე იქნება საკმაოდ არაკომფორტული. არა მარტო არაკომფორტული, საკმაოდ მოუქნელიც ასე მგონია რა, კი ძრავი ნორმალური აქვს, დიზელის ძრავი არის და ცხენის ძალებიც არც ისე ცოტა აქვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მძიმე ავტომობილია.
მაინც მგონია რომ რაღაცნაირი ტლანქი იქნება და აი სანამ ამით რაღაც სწრაფ მანევრს შეასრულებ, სწრაფი დრო არა, ძალიან ბევრი დრო გავა და მაგ თვალსაზრისით ცოტა არაკომფორტული მგონია. ასევე ძალიან არაკომფორტული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ამის პარკინგი, ну აი ფიქრიც არ მინდა საერთოდ რა მდგომარეობა იქნება ამის პარკინგზე, იმდენად დიდია ეს ავტომობილი და ჩემი მანქანების მაგალითზე მივხვდი, რამდენად დიდი კომფორტია, როდესაც ქალაქში ყავს პატარა კომპაქტური ავტომობილი და რამდენად დიდი ტვირთია, როდესაც ყავს დიდი ავტომობილი, რომლის დაპარკინგებაც ყველგან ვერ შეგიძლია რაღაცა უნდა ეძებო, შენთვის შესაბამისი ზუსტი ადგილი, სადაც შეძლებ მის დაპარკინგებას და აი ამ შემთხვევაში ეს პრობლემა იქნება. თუმცა, აქვე იმასაც აღვნიშნო, რომ არ მგონია ამ ავტომობილის მფლობელს საერთოდ პარკინგი დიდად აწუხებდეს, იმიტომ რომ ძირითადად მისი ესე ვთქვი დანიშნულების ადგილები, სადაც მივა ხოლმე ძღოლთან ერთად დიდი ალბათობით, იქნება ისეთი ადგილები, სადაც პარკინგის პრობლემა მოგვარებული იქნება, ანუ საპარკინგო სივრცე იქნება, ან თუ სადმე მიდის, თვითონ ჩამოვა მივა მაგალითად შეხვედრაზე, ან თავის საქმეზე და მე მძღოლი წავა და მძღოლმა იხალოს თავში იპოვის თუ არა პარკინგს თუ კრუგებს ურტყავს, მაგალითად ვაჟა ყაზბეგს რომ სადმე გააჩეროს. ამიტომ როდესაც ამ ავტომობილს ყიდულობს მისი მფლობელი, დარწმუნებული ვარ მაგ კრიტერიუმზე საერთოდ არ ფიქრობს პარკინგს როგორ იპოვის და რამდენად კომფორტული იქნება მისთვის. აი, რადგან მფლობელზე ჩამოვარდა საუბარი, დაახლოებით რომ ჩამოვაყალიბოთ ახლა ამის მფლობელის ფსიქოტიპი და ზოგადად ტიპი, ვინც ამ ავტომობილს იყიდეს, არის ჩემი წარმოდგენებით და გამიზიარეთ თქვენი აზრით კომენტარებში, რამდენად ეთანხმებით ამას, თან როგორ გგონიათ, ვინ იქნება ამ ავტომობილის პოტენციური მფლობელი და მყიდველი. აი, მგონია ადამიანი, რომელიც 40 წელს კარგად გადაცილებულია, შეიძლება 50 წელსაც. და მისი სურვილი არის, რომ იმგზავროს კომფორტულად, კარგად, მაღალი კლასის ავტომობილში და თან ამ ავტომობილმა გარკვეულწილად, რაღაც გარკვეულწილად კი არა, კარგი სტატუსი მიენიჭოს, რომ მას ისეთი ავტომობილი ყავს, რომლის ყოლის საშუალებაც აქვს. ალბათ დამეთანხმებით ეს არაერთხელ აღმინიშნავს სხვადასხვა ავტომობილებში და არა მარტო ავტომობილებში, სხვადასხვა ნივთებშიც არსებობს ესეთი რაღაცები, როდესაც ყავს, იმიტომ რომ სხვა საჩვენო რომ შენ გაქვს ამისი საშუალება და შესაბამისად რაღაცა ხსენება და თქმა და ახსნა აღარ დაგჭირდეს, რა არის შენი სტატუსი, შენი სოციალური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ხო და ადამიანი, რომელიც არის დაახლოებით 50 წელს გადაცილებული, ძალიან საქმიანი, რომელიც ალბათ 24 საათი ტელეფონზე კიდია, სულ საქმეებს აგვარებს, პარალელურად მუშაობს, შესაბამისად საჭის ტრიალი, საცობებში დგომის, გზაზე კონცენტრაციის დრო დღის განმავლობაში ნამდვილად არ აქვს და უნდა ჰყავდეს მანქანა, რომელიც იქნება კომფორტულიც, ტევადიც, ლამაზიც, გამძლეც, ერთი შეხედვით რო იგრძნობა რომ მაღალი კლასია, თუ ქალაქგარეთ ენდომება წასვლა, არანაირი პრობლემას არ წარმოქმნის. ხა სედანი მაგალითად, სადღაც ქალაქში და მთაში რო წახვიდე, ასე თუ ისე არაკომფორტული არის ტევადობის თვალსაზრისითაც და ადამიანებს რამდენს იტევს მაგის თვალსაზრისითაც. და აი ეს ავტომობილი არის ისეთი, რომელიც ქალაქში გადაადგილებისას მისი პრობლემა ნამდვილად არ იქნება, ვიწრო ქუჩებში როგორ გაეტევა, საცობში როგორ იდგება, იმიტომ რომ თვითონ არ ზის მაგ დროს საჭესთან და არ ადარდებს ეგ და ნერვები მაგაზე არ ეშლება და ქალაქგარეთ როდესაც წავა, შეუძლია რომ მთელი ოჯახი ძალიან კომფორტულად წაიყვანოს ტრასაზე. ძალიან სასიამოვნო იქნება მისი მართვა, დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული კი არა, მაგასაც ვიტყვი, რომ კი, ძალიან სასიამოვნო სამართავია, ძალიან კარგი ამორტიზაცია აქვს და თანამედროვე დროს ძალიან ტევადია. ეხლა იმასაც ვიტყვი, როგორც მძღოლისთვის, რამდენად კომფორტულია, ხო, აქ რო ვზივარ. პირველი რასაც ვიტყვი, ყველა ავტომობილში პატივს ვცემ მისი მწარმოებლის გადაწყვეტილებას, როდესაც აქვს აი ესეთი ბარი, რომელიც წინა ნაწილი არის გადაბმული აი აქ ბართან და შემიძლია ძალიან კომფორტულად ჩამოვდო ხელი და კარგად ვიმგზავრო, იმიტომ რომ როდესაც ეს რაღაც ადგილი დაბლარის ჩავარდნილი რაღაცნაირ სიცარიელის შეგრძნებას იწვევს, რომელსაც რაღაცნაირად სიმყუდრო და კომფორტი ჩემთვის დიდად არ მოაქვს. აი რაღაცნაირად უფუნქციოდ დარჩენილი სივრცე არის. თან ეს ადგილი არის იმდენად დიდი, რომ რაღაცა ის შევიწროებულად კი არ უნდა იჯდე, არა, შეგიძლია ძალიან ფართოდ წამოწვა და აი კარგად იმგზავრო.
ინტერფეის რაც შეეხება, ორი ეკრანი გვაქვს, ამაზეც ვისაუბრეთ უკვე და ვიტყვი რომ კი საკმაოდ ერგონომიულია ეს ყველაფერი. არ გჭირდება რაღაც ძალიან ბევრი ძებნა, სად რა არის, როგორ არის და ეს სხვა შორის ძალიან დიდი კომფორტია და ვისაც არ გქონიათ შეხება ისეთ ავტომობილთან, რომელშიც ანუ მართლა გამადიდებელი თუ ეძებოდათ რაღაც რამდენიმე წუთი უნდა დაგჭირდეთ იმის ფიქრსა და ძებნაში რა სად არის უდიდესი დისკომფორტი, იმიტომ რომ მანქანას რომ მართავ იქ რამდენიმე წუთი ფიქრის და რაღაცის ყურების და ძებნის რომ ნამდვილად არ აქვს და სხვა შორის აუდიში მქონდა ზუსტად ეს გამოცდილება, სადაც ვერ აღიწევს რამდენი ხანი ველოდი იმას რომ საიდანვე გამეთიშა კლიმატ კონტროლი, ანუ საიდანვე მე კონტროლებინა კლიმატი და საიდან გამეთიშა გათბობა, აი არ ვიცი, ძალიან დიდი დისკომფორტი იყო და მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ძღოლს რომ უწევს რაღაცაზე დიდი ხანი ფიქრი და ის არ აქვს რაღაცა ინსტინქტურად კი არ მიდის და აჭერს თიც და თიშავს არამედ რაღაცა ძებნა ჭირდება, ძალიან არაკომფორტულია. აქ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან კომფორტულია ამ თვალსაზრისით. სტარტ-სტოპის ღილა კი აქვს ძალიან ცნობად გილას, ანუ მართლა არ მინახავს, ბევრგან მინახავს ზოგადად და მაგაზე სულ ხალისობ ხოლმე რომ ყველა ავტომწარმოებელს როგორც სხვადასხვანაირად აქვს გადაწყვეტილი სად უნდა გაინათავსოს სტარტ-სტოპი. ზოგი სად ანუ მგონია ხოლმე რომ რაღაცა ახალი ველოსიპედს იგონებენ ხოლმე, როდესაც ესეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. ერთხელ მახსოვს რაღაცა ავტომობილს ჰქონდა იმდენად რთულად მისადგომ ადგილას რომ აი ვერაფრით ვერ მივხვდი რატო გადაწყვეტა საერთოდ რომ მანდ ჩაეშენებინა. ამ შემთხვევაში აქ როგორია იცი ანუ ინსტინქტურად წავედი აქ, აი ამ ადგილას, მაგრამ მე მოვათვალიერე და აღმოჩნდა რომ პირდაპირ ეკრანის ჩარჩოზე ყოფილა სტარტ-სტოპ ღილა კი დატანებული, მაჩვენებელთა დაფა აქვს, ნახევრად მექანიკური და ნახევრად ციფრული. ხო, რა ვიცი, ანუ წესით ამ ფასიან ავტომობილში რომ მთლიანად ციფრული გაეკეთებინოთ, ცუდი არ იქნებოდა, ჩემი აზრით. ფასს რაც შეეხება ეხლა არ ვიცი რამდენად საინტერესოა მისი ფასი, იმდენად მაღალი კლასის ავტომობილია, მაგრამ მაინც ახლა სტანდარტულად ვთქვათ, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება აინტერესებდეს. ეს კონკრეტული არის 2024 წლის მოდელი, როგორც გითხარით დასაწყისში და ახლის ფასები წყვა დაახლოებით $125,000-დან. გააჩნია კომპლექტაციას დაახლოებით 4 სახის კომპლექტაცია აქვს და უფრო და უფრო მაღლა იზრდება. აი მაგალითად ამაზე პირველად მაღალი კომპლექტაციის ავტომობილს აქვს უკანა სავარძლები, ანუ ერთი მთლიანობა კი არ არის, არამედ ორი განსხვავებული ინდივიდუალური სავარძელია, შუაში ბარი, ზოგიერთ მათგანს საერთოდ მაცივარიც აქვს მანქანაში და ეს უკვე ძალიან ლაგჟერი, თქვენ ესე გამოთქმული სიტყვა არ იყურთ, მაგრამ რა ვთქვა, ლაგჟერი კომპლექტაცია ზოგიერთი მათგანი და შესაბამისად ფასიც იზრდება დაახლოებით თუ არ ვცდები, სადღაც $180,000-მდე მერყეობს. ხო, ახლა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ვინ გადაწყვეტს მაგ ფასად ლექსუსი იყიდოს თუ ის ძალიან პოპულარული G-კლასი, მაგრამ მე მაინც გონია რომ ლექსუსის კატეგორია და G-კლასის კატეგორია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ეხლა ვინაიდან ვართ დიდგორზე, ჯგუფის სურვილი არის რომ პატარა უგზოობაში შევიდეთ. ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ აი ამ ავტომობილს ვინც ყიდულობს, იმ ადამიანს უგზობა არ აინტერესებს იმ თვალსაზრისით, რომ ოფროუდში ამ ავტომობილით არასოდეს არ წავა. ეს არის საქართველოში ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივი პარკეტის მანქანა, როგორც იტყვიან ხოლმე, რომლითაც მხოლოდ ტრასაზე გადაადგილდებიან და ბევრი, არ ვიცი, სადმე სოფელში თუ წავვლენ, ცოტა გრუნტიან გზაზე იარონ, მორჩა, მანდ მთავრდება მაგისი ოფროუდი. სხვა ისეთ რაღაცა დიდ ოფროუდში წავიდნენ და მანქანა დაღალონ, არ მგონია, იმიტომ რომ ეხა ლოგიკურიც არის, რომ $130,000 ავტომობილს რო ყიდულობს ადამიანი, იმას საერთოდ არ აქვს იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ ეს ავტომობილი აწვალოს სადღაც უგზოობაში და გამოსცადოს მისი შესაძლებლობები. მისი სურვილი არის იჯდეს უკანა სავარძელზე და იმგზავროს კომფორტულად. გადავედით ახლა ოფროუდზე. მე ვფიქრობ იმ მაქსიმუმ ოფროუდზე, რასაც შეიძლება რომ ამ მანქანით გადახვიდე. ამ მანქანის პატრონი არ გქონია. ამაზე ამ მანქანის პატრონი არ მგონია ამაზე დიდ ოფროუდში წავიდეს, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა მე რო ესეთი მანქანა მყავდეს, რომელშიც $135,000-დან გადავიხდიდი, არაფრის დიდებით არ წავიდოდი ისეთ ოფროუდში, სადაც შეიძლება რომ მანქანა დაუღალოან, რამე ვატკინოან, რაღაცა დაუზიანო, აი რაღაცა სწორი, გლუვი ასფალტის იქით არ წავსა. ანუ ეხლა მე ვფიქრობ, ეს კადრი არ უნდა მოვწვეთ, ეხლა უნდა გაჩვენოთ ოპერატორის სად დგას. დაბლა არის.
დაბლა საფეხურზე დგას და ესე მიმყავს იმისათვის რომ კადრები გადაიღოს. ამიტომ დავტოვოთ ბუდის კადრი. აი ესე ხო რაღაც გამოთქმა რო არ ამერამენი არასდროს ყვდება თუ რაღაც ეგეთი გამოთქმა როა მიშასიანად. შედარებით ისეთ სახიფათო დაღმართზე ჩავდივარ. მინდა აღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ეკარ გზაზე დავდივართ, ეხლა წეგან კი ხუმრობდი, თან ცოტა ისეთი რთული არა მარტო რთული რელიეფი, გარემოც რთულია, ძალიან ბევრი ტოტები არის და არ მინდა რომ გავედოთ, მაგრამ წეგან ხუმრობდი მართლა ისეთ გზას ვიყავით, მაგრამ ეხლა ისეთ გზაზე ჩავიარეთ, რომ აი წესით ძალიან ბევრი უნდა გვეყანა და გვეჯანჯღარა, მაგრამ არა ძალიან რბილად ჩამოვიარეთ და ნუ არც არის გასაკვირი ხა ლექსუსის ამორტიზაცია კი არის მაგის შემძლებელი. უბრალოდ კაია მართლა. მის შესაძლოა დავკარგეთ. ის უნდა აღნიშნო უცილებლად, რომ ეხ ფანჯარი ჩამოწეულზე პირველად გავატარეს მაგან და რამხელა ხმა გქონია, დიზელი რო არის, დიზელისთვის დამახასიათებელი ხმა, მაგრამ ხმის იზოლაცია აქვს ისეთი მაგარი, ფანჯრები როდესაც არის აწეული საერთოდ არის გრძნობა. მიშლი ხელს. всё, აღარ. არა. აუ, ამას ეხა უნდა გამოსულიყო მანდიდან. მიცდე. გავატარე. რა მარჯვნივ. იქ შეაჭერი და მომასიბო. რატო დამიდრე? მიშა რო იდგა? რა მაგარი ფუნქცია. აქა ვალ? ახვალადი. რავიდე? საერთოდ უნდა აღვიდე, გოგო მაგისთვის არის. ლოტოვის კოქტეილი გაამზადე. აღარ უფრაზე ვახსენე, ხო? კამერამენი არასდროს არ კვდება მეთქი. ხო და ეს მანქანას მაგაში ხელს მიწყობდა და წეგან კადრს რო ვიღებდით რაღაც მომენტში უკან წავედი, უკუსლით წავედი და თურმე მაგ დროს ოპერატორი უკან მდგარა და მანქანამ ისეთი სისწრაფით და ისე ხისად დაამუხრუჭა, რომ ანუ ფიზიკურად ვერ დავეჯახებოდი და ეგ კიდევ ძალიან მაგარი ფუნქციაა მისი, რომ ზოგადად მანქანებს ხოლმე თome წინიდან აქვთ უფრო მეტად მაგისი ფუნქცია და შესაძლებლობა, რომ რაღაცას დაგიმუხრუჭოს და არ დაეჯახოს. მართლა არ მახსენდება უკანა მხარესაც თუ აქვთ ხოლმე შეიძლება აქვთ. ანუ ვერ გეტყვით რომ არ აქვთ და ეს ერთადერთია, მაგრამ პრაქტიკაში პირველად გამოვცადე მოკლედ და ძალიან კარგი იყო, თორე მე მგონი ის ლეგენდა დაიმსხვრევდა ოპერატორს არაფერი ემართებოდა, დაემართებოდა ნამდვილად. ანუ ეხლა ესე ჩაცმული აქ არ უნდა ვიდგე წესით, იმიტომ რომ ავიდეოს რომ ვიღებდით და რომ დავგეგმეთ. ეს ყველაფერი საერთოდ არ იყო გეგმაში, მაგრამ საბოლოოდ ესე გამოვიდა და მოდი ამითი დავასრულებთ ამ ვიდეოს. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო Lexus LX500, რომლის შესაძლებლობებიც ვფიქრობ იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე პარკეტის ჯიპობა, ასე ვთქვათ. მომეწონა ეს ავტომობილი. და პასუხი იმ კითხვაზე ვიყოლიებდი თუ არა ამ მანქანას, ალბათ ვიყოლიებდი მაშინ, როდესაც 50 წელს გადავაბიჯებდი. და ჩემს ბიზნესში ისევ იქნებოდი ჩართული და მუდამ ტელეფონზე ვიკიდებოდი, რომ ნამდვილად აღარ მექნებოდა იმის საშუალება, რომ საჭამეტრიალებინა. ანუ უბრალოდ ალბათ ყელშიც მექნებოდა ამოსული მუდამ საცობებში დგომა. ხო, მოკლედ ეს არის. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ ავტომობილზე, რამდენად მოგეწონათ და აქვე არ გამოგრჩეთ. ყველა კომენტარი არის მომგებიანი, იმიტომ რომ თამაშდება კვლავ სოკარის 50 ლიტრის საწვავი. დროებით მომავალ შეხვედრამდე.